დედაქალაქში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ფასი 5 თეთრით ძვირდება კომერციული ორგანიზაციებისთვის 4-6 თეთრით. გადაწყვეტილება ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიამ მიიღო. ტარიფის ზრდის მთავარ მიზეზად ელექტროენერგიის მომეტებული მოხმარება და სისტემის გამართული მუშაობის აუცილებლობა სახელდება. ელექტროენერგიაზე ახალი ტარიფები 1 აპრილიდან ამოქმედდება და 2031 წლის 1 იანვრამდე იქნება ძალაში. რატიმეტრეველი გიამბობთ. გასული წლის დეკემბერში დაწესებული სამთვიანი დროებითი ტარიფების შემდეგ სემეკმა ელექტროენერგიის ახალი საბოლოო ტარიფები დაადგინა. ცვლილებები ეხება როგორც სამომხმარებლო, ისე კომერციულ სექტორს თბილისსა და რეგიონებში. სემეკის გადაწყვეტილებით საყოფაცხოვრებო ტარიფი 5, ხოლო კომერციული ტარიფი 4-6 თეთრით გაიზარდა. ტარიფის ზრდის უმთავრესი საფუძველი გახლავთ გაზრდილი მოხმარება, ენერგიის გაზრდილი ფასები და ასევე ქვეყნის ელექტროენერგიაზე იმპორტ-დამოკიდებულება მთელი რიგი შემოდგომა ზამთრის თვეების განმავლობაში. ინვესტიციების ჩადების გარეშე კომისია მიიჩნევს, რომ მდგომარეობა გაუარესდებოდა, ანუ უფრო გაიზრდებოდა ავარიები, წყვეტები, აქედან გამომდინარე მოსახლეობა იქნებოდა უფრო მეტად დაზარალებული, დაზიანებული, ისევე როგორც კომერციული სექტორისთვის ელექტროენერგიის წყვეტა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დანაკარგები. გარდა ენერგოდამოკიდებულებისა და ელექტროენერგიის შესასყიდი ფასის მატებისა, ტარიფის ცვლილებაზე გავლენა იქონია ელექტრომომარაგებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განახლების აუცილებლობამაც. მომხმარებელთა მატებასთან ერთად დროთა განმავლობაში იმატა ავარიულმა შემთხვევებმა, რის გამოც ფერხდება მომხმარებლამდე ელექტროენერგიის მიწოდება. ამ პრობლემების გათვალისწინებით სემეკს გასული 2 წლის განმავლობაში 3 თეთრით გაიაფებული ტარიფის ძველნიშნულზე დაბრუნება და 2 თეთრით გაძვირებაც მოუწია. შემოსული განაცხადების ძალიან დიდი რაოდენობა და 80% ენერგოსექტორში მომხმარებლებისა იყოს ზუსტად წყვეტებთან დაკავშირებული და მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხები. ავარიების რაოდენობა იყო ძალიან გაზრდილი. ამას ემატება ისიც, რომ წლიდან წლამდე იზრდება მომხმარებელთა რაოდენობა და ახალი მომხმარებლების რაოდენობის შემთხვევაში ქსელი საჭიროებს თავიდან ბოლომდე გადაწყობას და კიდევ უფრო გაძლიერებას. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, გულისხმობს იმას, რომ ამ ვითარებით მომავალში უწყვეტ მომარაგებას ვერ მიიღებდა. შესაბამისად, კომისიის ამ გადაწყვეტილებამ უნდა უზრუნველყოს მომდევნო პერიოდში მომხმარებლებისათვის სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფა. მოძველებული ინფრასტრუქტურის პრობლემის აღმოსაფრთხებლად მიმწოდებელმა კომპანიებმა ტარიფის ნამატის ხარჯზე მომდევნო წლების გეგმაში ინვესტიციების მოცულობა გაზარდეს. ქსელის რეაბილიტაცია დაგეგმილია როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. ჯამურად მომდევნო 5 წლისთვის განსაზღვრული ინვესტიცია $1.5 მილიარდია. გაზრდილი ტარიფი ეს არის საწინდარი გაზრდილი ინვესტიციისა და დიდი პასუხისმგებლობისა კომპანიის მხრიდან. რა თქმა უნდა, გაზრდილი ინვესტიციის ფონზე ეს სიკეთე, რომელიც რიგით მომხმარებლამდე უნდა დავიდეს ხვალვე ვერ განხორციელდება, ეს იქნება ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი, თუმცა ჩვენ მზად ვართ თითეული ლარი სწორად მივმართოთ ქსელური კომპონენტების გასაუმჯობესებლად, რაც საბოლოო ჯამში არსებულ მძიმე მდგომარეობას გააუმჯობესებს. როგორც სემეკი განმარტავს, ტარიფების დადგენისას კომისიამ მაქსიმალურად გაითვალისწინა როგორც მომხმარებლების, ისე კომერციული სექტორის ინტერესები. განახლებული სატარიფო მაჩვენებლები ძალაში 1 აპრილიდან შევა.